ოკეი, მადლობა. ესე იგი, დღეს ჩვენ გვაქვს შეხვედრა, საუბარი გვექნება GIFU, კომპანია GIFU-ზე და კონკრეტულად ვისაუბრებთ ტრეიდინგზე, იმ მიმართულება GIFU-ს აქვს სამი მიმართულება, ამ კომპანიას აქვს სამი მიმართულება, ჩვენ ვისაუბრებთ დღეს ერთ-ერთ მიმართულებაზე, რომელიც მე ძალიან მომწონს და ძალიან ძალიან მინდა რომ გაგიზიაროთ და გაჩვენოთ რა არის ეს. მე გახლავართ ლევან ჭედლიშვილი, ამ კომპანიის პარტნიორი, GIFU გახლავთ დიდი საერთაშორისო კომპანია, ახლა პრეზენტაციებში ყველაფერს მოგიყვებით და მოდი აა, დავიწყოთ ეკრანს გავაზიარებ. მოგეთ, კომპანია GIFU გახლავთ ძალიან დიდი საერთაშორისო ამერიკული კომპანია, საერთაშორისო კომპანია, რომელიც ვითარდება გლობალურად და გარკვეული ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ საქართველოს ეს კომპანია ოფიციალურად ყოფილიყო წარმოადგენილი და ჩვენ ეს გამოგვივით და ჩვენ ამით ვამაყობთ. ეს არის მთელი ქართული გუნდის დამსახურება. ეს არის მრავალწლიანი ავტორიტეტის დამსახურება, რაც ჩვენ გვაქვს ამ ინდუსტრიაში, ჩვენს გუნდს და ძალიან მიხარია, რომ დღეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც ამ კომპანიას გააჩნია. ძირითადი მიზეზი, რატომ გადავწყვიტეთ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ადამიანები არიან, იმიტომ რომ პროფესიონალები ყოველთვის ქმნიან საინტერესო რაღაცებს, პროფესიონალების გარეშე, ადამიანების გარეშე, გუნდის გარეშე არაფერი არ იქნება, რადგან ჩვენ ვიცოდით, ვინ არიან, რა შეუძლიათ, იმიტომ რომ ეს აგუნდი, რომელმაც წინა პროექტი 5 წელიწადში 10 მილიარდიან ბაზარზე გაიყვანა, 10 მილიარდიან ბრუნვა შექმნა და ეს ძალიან ძალიან შთამბეჭდავია. ამიტომ დღეს ჩვენ ერთად ვაკეთებთ კიდევ უფრო დიდ და კიდევ უფრო წარმატებულ პროექტს. ესე იგი, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კომპანია ავითარებს სამ მიმართულებას. ეს არის მოგზაურობა, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეს არის განათლება. მოგზაურობა თითქოს ეს სამივე ნაწილი ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მოგზაურობაში იგულისხმება ის, რომ ჩვენ შეგვიძლია თანხები დავიღოთ მოგზაურობის დროს, ჩვენ შეგვიძლია დამატებითი ბონუსები გამოვიმუშაოთ მოგზაურობის დროს, ყველას გვყვარს მოგზაურობა, ყველას გვყვარს მეგობრები, შეგვიძლია მეგობრებსაც გავუწიოთ დახმარება და მათაც შევაძენინოთ მოგზაურობა უფრო იაფად, ვიდრე ამას ბუკინგი გვთავაზობს, მაგალითად ან სხვა რაიმე სერვისები, ხო? აქ თანხები დავზოგოთ და უფრო იაფად ვიმოგზაუროთ, ასევე კომპანიისგან წელიწადში ერთხელ მივიღოთ საჩუქრად უფასო დასვენება. მეორე მიმართულება ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ორი მიმართულება, ერთი არის ექიმებში სიარული, მეორეა მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, იმისაც რომ ექიმებში არიარო. აი ამ მიმართულებას ავითარებს კომპანია უახლესი თანამედროვე სამეცნიერო მიღწევები, ნაშრომები, რომლებიც ნობელის პრემიაზეა დაფუძნებული და ფანტასტიკური არაჩვეულებრივი შედეგიანი პროდუქტები, რომ იყოთ უფრო ლამაზები, ჯანმრთელები და დიდხანს ცოცხლად. მესამე მიმართულება, რასაც დღეს გვექნება საუბარი, ის გახლავთ განათლება. GIFU Education. ამ მიმართულებაში ჩვენ შეგვიძლია ბევრი საინტერესო რამ ვიპოვოთ და ზოგადად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე განათლებაზე, პირველი აზრი, რაც ადამიანს უშლება თავში, ის არის, რომ აი YouTube-ზე შემიძლია ტრეინინგები ვნახო. მე საკუთარი გამოცდილებით, საკმაოდ ავტორიტეტული გამოცდილებით გეტყვით, რომ დაახლოებით 15-20 დოლარი მაქვს დახარჯული სხვა კურსებში, განათლებაში, სწავლაში, აკადემიურ კურსებზე არ მაქვს საუბარი, აქ მაქვს საუბარი სხვადასხვა მიმართულებით პროფესიულ კურსებზე. და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან რთული და ხშირ შემთხვევაში რეკლამა, რასაც ვისმენთ ხოლმე YouTube-ზე, უფრო მაგარია, ვიდრე ის კურსი, რასაც მე გავდივართ ხოლმე სხვადასხვა ონლაინ სერვისებზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსი იყოს ავტორიტეტული, კურსი იყოს რეალურად შექმნილი ისე, რომ მოწაფემ სტუდენტმა ისწავლოს და აწყობილი ეს კურსი იყოს ისეთნაირად, რომ ყველა დონის და ყველა კატეგორიის ადამიანის იყოს გასაგები, აუდიალისტისთვისაც, კინესთეტიკისტთვისაც, ვიზუალისტისთვისაც, ანუ ეს კურსები სწორედ აი ასე მეცნიერულად, ეფექტურად არის დალაგებული, ამიტომ თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს სოციმედია, ფინანსები, უძრავი ქონება, აქ საუბარია ისეთ კურსებზე, ჭაკერვის კურსებზე, არა, რა თქმა უნდა, საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რაც რეალურ შედეგს მოგცემს, რეალურ შემოსავალს გაგვიჩენს, რა თქმა უნდა, ესაა პირველადი, ხო? მაგრამ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ტრეიდინგზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ტრეიდინგზე, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი, ყველაზე პოპულარული, ყველაზე ეფექტური მიმართულება. ტრეიდინგს როცა ვსაუბრობ, მე აქ ვსაუბრობ როგორც კრიპტოზე, ასევე ფორექსზე, სტოკებზე,
ინდექსებზე, ანუ ყველაფერი ის, რასაც ტრეიდინგი აერთიანებს. და რადგანაც ალბათ ფიქრობ, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ არიციან რა არის ტრეიდინგი, გაუგიათ, მაგრამ კარგად არიციან რა არის, ამიტომ ვეცდები, რომ ძალიან მარტივად აი თითებზე ავხსნა იოლი გასაგები რომ იყოს. ესე იგი, რომ წარმოვიდგინოთ მთელი მსოფლიოს ფინანსები, ну, ფინანსების დიდი ნაწილი, ამაში გულისხმება ოქრო, ნავთობი, ევრო, დოლარი, იაპონური იენი, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად თუ ვისაუბრებთ ხოლმე სავალუტო წყვილებზე, და ასე უფრო იოლი იქნება ახსნა, თქვათ ან ოქრო დოლარი, ხო? ვიცით, რომ ფასები მერყეობს, ანუ სულ დადის ეს ფასები, იმიტომ რომ დიდი კომპანიები ყიდულობენ, ყიდიან, სადღაც ინფლაცია, სადღაც ომი დაიწყო, სადღაც რაღაცა მოხდა და ეს მერყეობა ფასებს შორის სულ მიმდინარეობს ყოველ დღე. ხოლო ტრეიდინგი არის პროფესია, რომელიც გასწავლის როგორ უნდა გამოიცნოს საწავა ფასი. მაგალითად, თუ მე ვიცი, რომ დღეს თუ დოლარს ვიყიდი ამ ფასად და ერთ საათში გავყიდი ამ ფასად, როცა გაიზრდება, მაშინ მოგება ჩემი იქნება. და ასეთი სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში, აი ამ ბაზარზე ბრუნავს 7-7.5 ტრილიონი დოლარი, ანუ აი ოკეანეა ფულის და ტრეიდინგი ეს პროფესია გაძლევს შესაძლებლობას, რომ აიღო რამდენსაც შეძლებ. ოღონდ აი როგორ შეძლო ამის გაკეთება, რანაირად აიღო, ეს უნდა ისწავლო. ეს არის ტრეიდერის პროფესია. ეხლა, რა თქმა უნდა, მოსასმენად ძალიან მომხიბვლელია, კარგად ჟღერს და წარმატებული ტრეიდერები გამოიმუშავენ საკმაოდ დიდ თანხებს. დღეში ხარჯავენ რამდენიმე საათს, მაგრამ გამოიმუშავებენ დიდ თანხებს. და ესეც კარგად ჟღერს, როცა დღეში რამდენიმე საათი შეგიძლია დახარჯო, დაამთავრო შენი სამუშაო, დღის, უფროსი არ ყავს, შენ თვითონ გამოიმუშავე შენი თანხა, ჩაიდე ჯიბეში, მოგზაურობ, რასაც გინდა იმას აკეთებ. რა თქმა უნდა, არიან დამწყები ტრეიდერები, რომლებიც რამდენიმე 100 დოლარს აკეთებენ თვეში, არიან ტრეიდერები, რომლებიც რამდენიმე 100 დოლარს აკეთებენ დღეში. არიან ტრეიდერები, რომლებიც რამდენიმე 1000 ან 100.000 დოლარს აკეთებენ დღეში. ამიტომ, როცა ტრეიდინგზეა საუბარი, პრინციპში ეს სფერო, ეს მიმართულება ძალიან მრავალფეროვანია, ძალიან საინტერესოა, უაღრესად საინტერესოა. კარგისა, რომ ამის სწავლა შეუძლია ყველას. ამას ვერ ვიტყოდით ალბათ 20 წლის წინ, 30 წლის წინ, ალბათ 15 წლის წინაც, ხო? მაგრამ დღეს თითოეულ თქვენთაგანს ჯიბეში გაქვთ თქვენი smartphone-ი და ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ თქვენთაგან შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა ტრეიდინგში. თითოეულ თქვენთაგანს აი ამ Forex-ის ბაზარზე, კრიპტო ბაზარზე შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა. ეს გახდა შესაძლებელი ახალი ტექნოლოგიების დახმარებით. ამ და რადგანაც ეს მოთხოვნა ძალიან დიდია და ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, რანაირად მუშაობს და ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, გვაინტერესებს ყველას, ხო? აი როგორ შევძლოთ, რომ გავხდეთ იმ ადამიანებივით, რომლებმაც შეიქმნეს ფინანსური თავისუფლება, რომლებიც აღარ მუშაობენ უფროსზე, სახელმწიფოზე, რომლებსაც შეუძლიათ თავისი ცოდნით და გამოცდილებით გამოიმუშაოთ თანხები ტრეიდინგში და მისცენ საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახს ფინანსური თავისუფლება, ანუ როცა შეგიძლია იმოგზაურო სადაც გინდა, იმუშაო იქედან საიდანაც გინდა, რა ვიცი, სახლიდან ხო, რაღაცა კუნძულებიდან ეს ლამაზ სურათი რომ დავხატოთ. და ეს შესაძლებელია. ხოლო როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? აი ამას ასწავლის GIFU Live, ანუ ის აკადემია, ის პლატფორმა, რაზეც დღეს გვექნება საუბარი. GIFU-ს ამისათვის ყავს შეკრებილი ძალიან მაღალი კლასის მასწავლებლები. ესენი არ არიან თეორეტიკოსი მასწავლებლები, როგორც ჩვენ ნაჩვევი ვართ, მაგალითად, სკოლა ინსტიტუტი, ხო? ესენი არიან პრაქტიკოსები, პრაქტიკოსი ტრეიდერები, რომლებიც ყოველ დღე ტრეიდინგში შედიან და ყოველ დღე მუშაობენ იმისათვის, რომ გამოიმუშაოთ თანხები ტრეიდინგში. ეგ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ შენ წტომა გაქვს ადამიანებთან, რომლებიც აკეთებენ იმას, რისის სწავლა შენ გინდა და შენ შეგიძლია უბრალოდ აიღო და გაიმეორო. გარდა ამისა, GIFU-ს აქვს შექმნილი მთელი სასწავლო პლატფორმა და ამ პლატფორმას თქვენ ნახავთ, გაიმეორებთ, აი მაგალითად ახლა ეკრანზე ხედავთ ერთ-ერთ ძალიან წარმატებულ ტრეიდერს, მის სახელია ნიკ გომესი. და შეგიძლიათ ნიკ გომესის ლაივები მოისმინოთ და სხვა 90-მდე მასწავლებელია პლატფორმაზე. სისტემა ისეთნაირად აწყობილი, ეს არის სამსაფეხურიანი სისტემა, როდესაც იწყებ ძალიან მარტივი თეორიული შესწავლით, ეს არის პირველი ფენა.
შემდეგი არის პრაქტიკული კურსები, როდესაც უკვე პრაქტიკაზე გადადიხარ შენს მასწავლებელთან ერთად, ანუ ყოველდღე იცი, რომელ საათზე ვაჭრობს Forex-ის ბაზარზე შენი მასწავლებელი. შედიხარ მასთან ერთად, ის თავის კომენტარებს აკეთებს, შენ უბრალოდ შეგიძლია აიღო და გაიმეორო, თუნდაც აი უბრალოდ აიღო და გაიმეორო, რასაც ის აკეთებს და უკვე დაიწყო თანხების გამომუშავება. ამიტომ პრინციპში ჯიფუში მოსული ადამიანი თანხების გამომუშავებას იწყებს პირველი დღიდან. ასევე ჯიფუ არ არის მხოლოდ მასწავლებლები და მხოლოდ კურსები. ჯიფუ არის მთელი ინფრასტრუქტურა, ჯიფუ არის მთელი ეკოსისტემა, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს ყველაფერს, რაც კი გჭირდება იმისათვის, რომ ფინანსურ წარმატებას მიაღწიო ამ სფეროში. ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ სკანერს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სკანერი Sniper Pro ჯიფუში, ეს არის ჯიფუს ექსკლუზიური პროდუქტი. რას ნიშნავს სკანერი? ეხლა ზოგიერთ თქვენთაგანისთვის შეიძლება გაუგებარია ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, ჩემსავით, როდესაც პირველად დავინახე ეს სურათი. სანთლები, რაღაცა ფერები, ხაზები, წერტილები, ხო? მაგრამ აქ არის დაახლოებით 15 ინდიკატორი. ინდიკატორი ნიშნავს იმას, რომ აა მიგანიშნებს საით წავა ბაზარი. აი წარმოიდგინეთ თუ წინასწარ გეუბნება ინდიკატორი რომ ბაზარი წავა მაღლა და შენ ახლა შეგიძლია იყიდო და ცოტა ხანში გაყიდო. აი ამაზეა სწორედ საუბარი. და Sniper Pro არის იდეალური ინსტრუმენტი, რომელსაც უკვე იყენებენ ჩვენი ამ კომპანიის მოსწავლეები, უკვე გამოიმუშავებენ ამ სკანერით თანხებს და ზუსტად იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენც. ხოლო როგორ უნდა გამოიყენო ეს სკანერი მარტივად, ამას ისწავლეთ. დაახლოებით 1-2 კვირა დააგჭირდებათ. ნუ პირველი რამოდენიმე დღე რომ მიხვდეთ საერთოდ რაზეა საუბარი, უბრალოდ რამდენიმე საათი, იმიტომ რამდენიმე დღეს როცა ვამბობ, ნუ თვითონ გაკვეთილი არის, მთლიანი კურსი არის, დაახლოებით საათნახევარი 2 საათი რომ მასზე მოხვიდე რა როგორ მუშაობს. შემდეგ ჯონ ოლივერთან ერთად, ანუ ამ სკანერის ავტორთან ერთად ყოველ დღე შეგიძლია შეხვიდე ჯიფუ ლაივზე და მასთან ერთად ივაჭრო და დაინახო უკვე პრაქტიკაზე ეს როგორ მუშაობს. ანუ აქ რეალურად ფულს აკეთებ. ანუ ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც რეალურად ფულს გაკეთებინებს. კიდევ ერთი მაგარი ამბავი არის ის, რომ ჯიფუმ ცოტა ხნის წინ შექმნა ახალი პროდუქტი, ეს არის API ჯიფუ 360, რომელსაც ჩამოტვირთავთ თქვენს ტელეფონზე, თქვენ smartphone-ზე და სადაც გაქვთ ყველაფერი გაერთიანებული. აი ხა ეკრანზე თქვენ ხედავთ market ideas, ანუ ბაზრის იდეები, ეგ რას ნიშნავს? აი ყველა იდეა, აი ამას ქვია სიგნალი. ეს არის პარამეტრები, როგორ უნდა შეხვიდე ბაზარზე. წერ ამ პარამეტრებს, ეს არის პროფესიონალების მიერ შექმნილი პარამეტრები, რომლებიც ის ტრეიდერები რადგან ქონდა საუბარი და შენ უბრალოდ ამას იმეორებ. ამის გამეორება შეგიძლია პირდაპირ API-დან. ანუ ამ apps აკავშირებ შენს ბროკერთან, ბროკერი არის ის პლატფორმა, სადაც ვაჭრობაა შესაძლებელი, ხო? ამ Forex-ის ბაზარზე ვაჭრობის შესაძლებლობას გაძლევს ბროკერი. უამრავი ბროკერი არსებობს, შეგიძლია შენთვის საინტერესო ბროკერი აირჩიო, ან ის ბროკერი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, აირჩიო, დააკავშირო შენს GIF 360-თან, დააჭირო თითი და შეხვიდე ვაჭრობაზე. ანუ უბრალოდ გამოიყენო იმ ადამიანების გამოცდილება, რომლებიც უკვე ვაჭრობენ, რაზეც უკვე ზემოთ ქონდა საუბარი. ამავე პლატფორმაში ჩაშენებულია DAX. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გაწვრთნილია სპეციალურად GIF 360-ისთვის და რომელიც გეხმარება თუ რაღაც არის გაუგებარი, გაურკვეველი, სწრაფად გინდა პასუხი მიიღო, შეგიძლია შენივე smartphone-ში ამ რა ქვია GIF-ისთვის შექმნილი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენო და კითხო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება უკვე ყველა ვიცით, ხო? და დაახლოებით აი ეს გამოიყურება ტრეიდინგის შედეგები, ნუ ეს არის ჩემი ტრეიდინგის სკრინები, ლურჯი რაც აეგარი, მოგება, წითელი რაც აეგარი, წაგება, ხან მოგება, ხან წაგება, სხვა შორის ეს სიტყვა არ მიყვარს მოგება, წაგება, იმიტომ რომ ეს თამაში არ არის, ეს არის დაკავშირებული პირდაპირ წმინდა წყლის ალგორითმთან, სტატისტიკასთან, ფსიქოლოგიასთან. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოდის ტრეიდინგში, ყველაზე რთული რაც არის ფსიქოლოგია, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის სწავლა აღმოჩნდა რომ არის ძალიან მარტივი და მე თქვენ გაგაცნობთ ახლა ცოტა ხანში ადამიანებს, რომლებსაც უკვე გამოსდით და რომლებიც უკვე გამოემუშავებენ თავის თანხებს და გასაკვირი ისაა, რომ გაიცნოთ ქალბატონებს, გოგონებს, ბიჭებს, ანუ არ არის აქ ასაკის შეზღუდული, მართლა მარტივია, მაგრამ რთული არის სწორედ ფსიქოლოგია, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის ებრძვის თუ ადამიანს ებრძვის სიხარბე და შიში, სიხარბე იმისა, რომ რაც შეიძლება მალე მოვიგო ბევრი და ამ შემთხვევაში ბევრს რისკავს და ხშირად ადამიანი ცუდად ამთავრებს, ნუ არ გამოსდის ისე სწრაფად როგორც ხოიც მოჩქარეს მოგვიანდება. ხოლო
შიში ნიშნავს იმას, რომ დროულად არაკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთო, როცა ბაზარი მოძრაობს. ნუ ამაზე ჩვენ გვექნება კიდევ საუბარი, თუ ეს მოგინდებათ რომ შემოგვიერთეთ და დაიწყოთ თქვენი შემოსავლების დაჯიფუსთან ერთად, მაგრამ აი დაახლოებით აი ასეთი სიტუაცია გვაქვს. მე პირადად არ ვარ ტრეიდერი, მე გახლავართ ამ პროდუქტების, აი ამ ციფრული პროდუქტების მომხმარებელი, მე უკვე მაქვს ჩემი შედეგები, პარალელურად ვსწავლობ და გამომდის და თან გამომუშავებ თანხებს. მოით ახლა ვნახოთ, გავიცნოთ ჩვენი რამდენიმე ადამიანი მინდა შემოვიყვანო. მოდი დავიწყოთ მედეამ. მედე არ ჩემი და. თუმცა აქ ნაცნობობით არ მოსულა. ოკეი. და მოგვიყვება, იმიტომ რომ ვიცი რომ სნაიპერ პროთი უკვე ძალიან აქტიურად მუშაობს, მედი შეგიძლიათ ჩაგვერთო? მოგესალმებით. ისმის ხო ჩემი ხმა? კი, მშვენივრად. ძალიან კარგი. ბუდიშს მოვიხდი რომ მანქანაში მიწევს, ვერ მოვასწარი ადგილამდე მისვლა. მოკლედ, ჩემს გამოცდილებას გაგიზიარებთ სნაიპერ პროსთან დაკავშირებით და პირველ რიგში მინდა ვთქვა ის მომენტიც, რომ პირველად როცა მოვისმინე ტრეიდინგზე, ტრეინინგი ასე ვთქვათ, მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ საჩემო არ იყო, იმიტომ რომ ძალიან მერტულა ეს სანთლები, ვერ ხვდებოდი საერთოდ რა უნდა და რა კუდი და რა ბოლო და ასე შემდეგ და გული დამწყდა სიმართლე რომ ვთქვა, რომ ვერ შევძლებდი ამ ყველაფრის შესწავლას, მაგრამ როგორც კი დაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ქართულად მიგვეღო ეს ტრეინინგები, ანუ გადაითარგმნა და უკვე გვაქვს კურსი ქართულ ენაზე და ჩავუჯექი, რასაც ქვია სნაიპერ პროს, მივხვდი, რომ ძალიან მარტივია უკვე სნაიპერ პროს დახმარებით შენ თვითონ რომ აკეთო აი ეს უხეშად რომ თქვა ფული მოკლედ რა და ძალიან კარგი შესაძლებლობაა რომ დამატებითი შემოსავალი შეიქმნას ნებისმიერმა ადამიანმა შეთავსებით სხვა სამსახურთან და სხვა საქმიანობასთან, იმიტომ რომ ხელს არ უშლის დროის, აი მე პირადად ასე ვარ, რომ დღის განმავლობაში 2 საათი მაქვს გამოყოფილი ამ საქმისთვის, კონკრეტულად ტრეიდინგისთვის და იმ 2 საათს ვუთმობ და რაღაც პატარ-პატარა პლუსებს ვაკეთებ უკვე მე თვითონ დამოუკიდებლად ასე ვთქვა სიგნალების გარეშე. ძალიან მომწონს ეს პროცესი. როგორი დეპოზიტით დაიწყე, იმიტომ რომ მეგობრებო, როცა ტრეიდინგში შედიხარ, გჭირდება დეპოზიტი, ანუ თანხა, რომლითაც ვაჭრობაში შეხვალ, ხო? იმიტომ რომ რას ნიშნავს, რომ ესე იგი მე უნდა ვიყიდო რაღაცა რაოდენობის დოლარი, თქვა თუ დოლარზეა საუბარი, ანუ ოქრო, ხო? და მე უნდა გავყიდო ეს პირობითად, ნუ მარტივად გიხსნით. ამიტომ შესაბამისად რაღაცა შენი თანხა გჭირდება, რომლითაც შეხვალ ვაჭრობაში და მოიგებ, ხო? საბრუნავი კაპიტალი, აი ეს დეპოზიტი. თუ საიდუმლო არ არის, რა იყო შენი დეპოზიტი და რა მხელა ახლა შენი პლუსი? ანუ $1000 დავიწყე, $1000 დეპოზიტით და $200 მოგება გამოვიტანე უკვე. ოკეი. ანუ ეს იგულისხმება რომ იქონდა ანუ პლუსი ასე ვთქვათ, მოგება ცოტა პლუსი. ქონდა პლუსებიც, ქონდა მინუსებიც, მაგრამ საბოლოოდ $200 გააკეთე. კი. ოკეი. მადლობა დიდი წარმატებით. და აქვე ერთ მომენტს ვიტყვი, აი ეს ტრეიდინგის ფსიქოლოგიაზე რომ გაამახვილე ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც არ უნდა ფიქრობდე, რომ ძლიერი ფსიქოლოგია გაქვს და გაუმკლავდები იმ ყველაფერს, რომ თავისებურის მინუსით და პლუსით ემოციას იწვევს, არაჩვეულებრივი არის ეს და ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს. მეც ასეთი შეხედულება მქონდა საკუთარ თავზე, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა გამევლო ეს კურსიც და ძალიან მომეწონა, ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა. მადლობა პირველ რიგში შენ ამ ყველაფრისთვის, რომ ეს ხელმისაწვდომი გახდა ქართულ ენაზე. შოკოლადწვით. კაი, მადლობა. შემდეგი გვეყოლება ნინო აქ ხარ? ნინო ბასილაია, ნინო, მოგესალმებით. ოკეი. ნინო არის ჩვენი პარტნიორი იტალიიდან, ემიგრანტია და შრომობს და იძლევის იმისთვის, რომ ემიგრაცია დასრულოს. ხო ეგრე? ყველაფერში შემეშალა. ნამდვილად. მოგიყევი რა? მადლობა ჯიფუს და მადლობა თქვენ. მოგესალმებით, მე ნინო ვარ ბასილაია, 46 წლის, როგორც ლევანოქა, ვიმყოფები იტალიაში ემიგრაციაში. ესე იგი, ჩემთვის საერთოდ უცხო იყო ეს, მე უბრალოდ გაგონილი მქონდა ზოგადად რაღაცები ისე, ანუ YouTube-ზე ან სადმე, მაგრამ საერთოდ არ კი უსმენდი ხოლმე, იმიტომ რომ განვიხილავდი, რომ საჩემო არ არის. ნუ ემიგრაციამდე ჩემი პროფესია მუსიკოსობა იყო და საერთოდ იმდენად შორს ამ რაღაციდან, რომ ვერც კი წარმომედგინა და გეტყვით, რომ უბრალოდ გადავწყვიტე, რაღაც ისეთი ინტერესი გამიჩნდა, როცა მოვისმინე რამხელა ბაზარია, რა შესაძლებლობებია. მეთქი თან თუ შემიძლია პარალელურად ვაკეთო იმ დროში, როცა მე მექნება ეს თავისუფალი და ჩემზე აბსოლუტურად დამოკიდებული, ამან მომხიბლა
და როგორც კი გააღეჩნდა საქართველოს ბაზარზე თქვენი წყალობით ბატონო ლევან, შესაძლებლობა რომ ქართულად ეს ყველაფერი მისაწვდომი ყოფილიყო GIFUS აპლიკაციაში, ხო? აი უკვე გამოსდა სრულიად შემეწალა როგორც პროფესია. თუმცა გეტყვით რომ დაახლოებით ვენახევარია რაც ლაივზე ვაჭრობ, ну მანამდე დემოზე ორი კვირა ვივარჯიშე რომ შემესწავლა ეს როგორ უნდა შემოყვანა ფონი. განმარტება გავაკეთოთ, ხო? დემოზე ვაჭრობა ნიშნავს იმას, რომ რა ქვია, ფულით არ ვაჭრობ, უბრალოდ ვარჯიშობ ვირტუალური ფულით, ხოლო ლაივზე ვაჭრობა ნიშნავს იმას, რომ როცა უკვე შენი ფულით ვაჭრობ. და ჩემი ფულით მე დავიწყე $500 დეპოზიტით, ანუ დეპოზიტზე დავდე $500 თანხა და ესე იგი თქვენ და ერთ თვესა და ერთ კვირაში რო გიხართ, ქონდა პლუს $580. ეს იმდენად ცოტა დაუჯერებელი იყო ჩემთვის, ხო? რატომღაც გადავწყვიტე, მოდი გამომეტანა ეს ფონი და დამენახა, რომ გამოვიტანე. რაღაცა ეს ისიც მქონდა და მე თავიდან უკვე მე $100 დეპოზიტით დავიწყე, ეხლა დავიწყე $100 უკვე 3 დღის უკან და მინდა გითხრათ, რომ უკვე აი ორ დღეში მაქვს $136 კიდევ პლუსი. ეგრე დაგვაბნევ, თავიდან კიდე $100 დავიწყე, ანუ შენ უბრალოდ დეპოზიტი გავზარდე. დეპოზიტი გავზარდე, იმოგებული თანხი დეპოზიტი გავზარდე და ფაქტიურად აი ამ ორი დღის შედეგი მაქვს პლუს $236. იმიტომ რომ ამაში დამეხმარა უკვე სასწავლო კურსები პირველი ერთი თვის განმავლობაში რო გითხრათ, ხო, აი უბრალოდ გამზადებული ფორმულები რომ მოდიოდა და ვიცოდი რომ გამოძილი ტრეიდერი აგზავნის ამ ფორმულებს, შემყავდა უბრალოდ copy trading-ს ვაკეთებდი, რომ შემყავდა მონაცემები და ჩემი დროის გამო ესეც ძალიან კომფორტულია. რომ შემყავს მონაცემები და всё ველოდები შედეგს და მე ჩემს საქმეს ვაგრძელებ. მე ძალიან კომფორტულია ემიგრაციაში მინდა გითხრათ და ეხლა უკვე ერთი კვირა ჩავჯექი სასწავლო პლატფორმაზე ძალიან დიდი მადლობა, იმდენად დალაგებულია, იმდენად მარტივ ენაზეა, ხო? პირველი საფეხური დავიწყე, მიყვები ნენერა და ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უკეთესი შედეგები მექნება, როცა უკვე გავეცნობე ამ ყველაფერს. დიდი მადლობა თქვენ. ხარია გაკეთებ. მადლობა. ოკეი, ესე იგი პატარა განმარტებას გავაკეთებ ნინოს, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ თან შემახსენა რა არის ტრეიდინგი, რა არის copy trading. ტრეიდინგი არის, როდესაც შეგიძლია დამოუკიდებლად წაიგითხო ბაზარი, ან დამოუკიდებლად ეს ჩარტია ის რაც გაჩვენეთ ხო ის სამთლები რაღაც ფერადი რაღაცები რო იყო. შეხედო, დაინახო, მიხვდე, საით წავა ახლა ფასი და შესაბამისი მოქმედება გააკეთო. თუ დაბლა ფასი უნდა გაყიდო, თუ მაღლა ფასი უნდა იყიდო და ამ დროს გრჩება მოგება. copy trading-ი რა არის? copy trading-ი არის შემდეგი რამ. აი ვთქვათ, მე ვარ პროფესიონალი ტრეიდერი და მე ჩემთვის ტრეიდერობ. ჩემთვის შევედი ჩარტი წავიკითხე, მივხვდი რომ ახლა მაღლა წავა ბაზარი და იქ არის გარკვეული მონაცემები, ფასები, რომელიც უნდა შეიყვანო პლატფორმაზე, რომ ტრეიდში შეხვიდე. და როდესაც მე ჩემთვის გავაკეთე ეს გამოთვლა, რომ ჩემს საკუთარ ტრეიდში შევიდე, მე თქვენ ამ ტრეიდს გიზიარებთ და თქვენ უბრალოდ ამას იმეორებთ. აი ამას ქვია copy trading-ი. ამიტომ copy trading-საც აქვს თავისი ადგილი ჩვენთან, copy trading-ის შესაძლებლობაც გექნებათ, რომ უბრალოდ აიღოთ და გაიმეოროთ, მაგრამ თავარი რაც არის, ის რაც ნამდვილ ფინანსურ თავისუფლებას მოგცემთ, ეს არის შეისწავლოთ თქვენი და დამოუკიდებლები გახდეთ, გამოიყენოთ ის ინსტრუმენტები, რასაც GIFU გვაძლევს და დამოუკიდებელი ტრეიდერი გახდეთ, რომ აღარასოდეს აღარ იდარდოთ სად ვიშოვო ფული. თავარი აი ეს არის. შემდეგი ჩვენი სტუმარი გვეყოლება ოთო გიორგაძე. აჰა. ოთო ეხა ვიცი რომ სწავლაშია ჩართული გართული გამოწვევები ჩავაბარეო თუ ჩააბარე თუ რა ქენი. არა, ეს წინას არ მოვიშორე. წინ, რომ სხვა საქმეებისთვის უფრო მეტი დრო გამომჩნდა. კარგად ისმის ხო პირველ რიგში ჩემი ხმა. კი. აი, მოგვიყევი აბა შენი გამოცდილება. ო, ჩემ გამოცდილებას მოგიყვებით Sniper Pro-სთან და ზოგადად პლატფორმასთან დაკავშირებით. ის არის რომ ძალიან მაგარია, პირველ რიგში მაგას ვიტყვი. დაწყებული კურსებიდან იმდენად დეტალურადაა ახსნილი ყველაფერი და თან ქართულად როა და მადლობა ლევანს ამისთვის, რომ აი, რასაც თქვა გამზადებული ფორმულებია დამწყებიდან პროფესიონალურ დონემდე. ან ნებისმიერი ეხა დონეზე მყოფი ტრეიდერისთვის ეს ძალიან მაგარი ცოდნის მიმცემი კურსებია. და აგრეთვე და ეს სკანერები თვითონ რა, სკანერებზე გავამახვილო ყურადღება, სკანერები ხო კიდე ძალიან მაგარია, იმიტომ იმ კუთხითაა მაგარი, რომ ძალიან გეხმარება რაში? ტექნიკურ ანალიზში. ანუ ტექნიკურ ანალიზს გიკეთებს ის, ანუ სტანდარტულად ტრეიდერები აკეთებენ თვითონ ტექნიკურ ანალიზს და რამდენიმე ინდიკატორის, 3 ან 4 ინდიკატორის საფუძველზე, მაგრამ სკანერ გიკეთებს კომპიუტერით 15 ინდიკატორს როგორც წეგან ლევანმა თქვა. აქ კუთხით პატარ-პატარა შედეგები მაქვს უკვე. ზუსტად ისე მივყევი სკანერს როგორც
როგორც ვიდეოებში იყო ახსნილი და ამის შესახებაც არის მოდულები ჩაწერილი დამწყები საშუალო დონე და მაღალი დონე და აი ზუსტად როგორც ვიყევი და დავაკვირდი ის სკანერზე რომ სად უნდა შევსულიყავი აი ზუსტად ისე გამოვიდა როგორც ამ რამდენიმე ინდიკატორის დამტყვა აქ მნიშვნელოვანი იმის თქმა მინდა რომ ძალიან მაგრად მუშაობს ძალიან მაგრად მეხმარება ამ კუთხით და მოკლედ კარგია რა რო ვთქვა მადლობა ოთო. წარმატებების შემდეგ ამეთი დრო გაქვს, იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ დროს კი დავთვალო კი რეალურ შემოსავალზეც გახვალ, ხო? მეგობრებო, ოკეი, ოთო გავუშვათ. ხო. როდესაც საუბარია GFU-ზე, GFU Live-ზე და თქვა გინდათ რომ ისწავლო ტრეიდინგი, რა თქმა უნდა ეს არის კურსი და იმისაც რომ შეიძინო ეს კურსი უნდა გახდე გამომწერი, ანუ ამ კომპანიის გამომწერი უნდა გახდე. და ერთვები პროცესებში. როცა ხდები გამომწერი, წვდომა გაქვს ყველა კურსზე, წვდომა გაქვს სკანერებზე, რაზეც იყო საუბარი და ასევე ჩვენ გვაქვს ჩვენი community, ჩვენი ეკოსისტემა, ქართულ გუნდს, მარტო არასოდეს არ ხარ, არის ჩატები, სადაც ყოველდღიურად იწერება რა და როგორ უნდა გააკეთო, გაქვს მხარდაჭერა და ასევე თვითონ ის ფაქტი, რომ შენ თან თეორიას სწავლობ, თან პრაქტიკულად მოქმედებ, თან არის ჩატები, გაქვს სიგნალები იმისაც, რომ უკვე დაიწყო თან თანხების გამომუშავება პარალელურად, ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ სწრაფად წაიწიო წინ. ანუ GFU-ს სასწავლო სისტემა სწორედ ამითაა გამორჩეული, რომ შენ პრაქტიკას და თეორიას ერთმანეთთან ესე იგი ერთიანი გზალებით და უფრო სწრაფად მიდიხარ წინ. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ყველაზე სწრაფად სწავლობს კეთების დროს. ადამიანი არ სწავლობს კითხვის დროს, მოსმენის დროს, ადამიანი სწავლობს კეთების დროს და ყველაზე მაგარი რაც ჩვენ გვაქვს, არის სწორედ აი ეს შერწყმული პროცესი, თეორია, პრაქტიკა. ანუ თან ხედავ რა უნდა გააკეთო, თან აკეთებ და კიდევ უფრო უკეთეს შედეგებს გაძლევს ეს. ხოლო მათთვის, ვისაც გინდათ რომ გამოწერა გააკეთოთ და თან ამაში ფული არ დახარჯოთ, ძალიან საინტერესო სისტემა მუშაობს, affiliate სისტემა, შეგიძლიათ 4 მეგობარი მოიწვიოთ. დარწმუნებულია, რომ თქვენს გარშემო არის უამრავი ადამიანი, ვისაც ეს თემა საინტერესო იქნება. ყოველი მეორე თუ ყოველი პირველი არა, რასაც მე ახლა ვუყურებ, ყველა საინტერესებს. დამატებით შემოსავალი განსაკუთრებით ტრეიდინგით და თქვენ შეგიძლიათ აი ეს 4 მეგობარი მოიწვიოთ და თქვენ გექნებათ, ну, პრაქტიკულად უფასოდ, რაღაც ამ პატარა ის არის თანხა. GFU-ზე წვდომა. ასევე თვითონ კომპანიას აქვს affiliate პროგრამა და კომპანია გარდა იმისა, რომ გასწავლით როგორ გახდეთ წარმატებული ტრეიდერი, გარდა იმისა, რომ გაძლევთ საშუალებას, რომ ამაში თანხები დაზოგოთ და ასე ვთქვათ, აი წეღარას თქვი, ხო, affiliate პროგრამით მეგობრები მოიწვიოთ და თქვენც უფასო იყოს ეს პლატფორმა. გარდა ამისა, კომპანია ასევე თქვენ გიხდით ფულს, სწორედ ისევ affiliate-ის პროგრამით. არის affiliate საკომპენსაციო გეგმა, რომლის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ დამატებითი თანხები გამოიმუშაოთ და საკმაოდ კარგი შემოსავლები შეგიძლიათ შეიქმნათ. ასე რომ იმდენი რაღაცა ჩამოთვალე ახლა, რომ იქედანაც ფული, აქედანაც ფული, აქედანაც ფული, გისურვებთ, რომ ყველას ბევრი ფული გქონდეთ. ბევრი ფული კარგია. ჯერ არავის არ აწყინა. იმიტომ როცა ჩვენ გვინდა ხარისხიანი ცხოვრება, როცა ჩვენ გვინდა მეტი თავისუფალი დრო, როცა ჩვენ გვინდა მოგზაურობა, ჯანმრთელობა, თუნდაც ის არაჩვეულებრივი პროდუქტები, რაც GFU-ს აქვს, ხო, ჯანსაღი ცხოვრების წესზე როცა ვილაპარაკეთ, ყველაფერს ამას ჭირდება ფული, განსაკუთრებით როცა ვხედავთ, რომ ვიღაცები მოგზაურობენ, ვიღაცებს აქვს განსაკუთრებულად ლამაზი, საინტერესო ცხოვრება, რატომე არა. მაგრამ აი ეს რატომე არა დარჩება ისე ოცნებად, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგავ. ხანდახან არის ხოლმე რომ რაღაცა გეთავაზება და ფიქრობ, რომ აი მე დღეს არა ხვალ არა მე სხვა დროს ხო და ეს შეთავაზება ეს შანსი მე ნელ-ნელა იკარგება. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანისთვის ჩვენი ეს დღევანდელი შეხვედრა იყოს ასეთი შანსი. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანში იმალება დიადი ტრეიდერი და თქვენ ეს არ იცით, სანამ არ მოკიდებთ ამას ხელს. შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი გახდეს ძალიან ძლიერი პარტნიორი GFU-სთვის და ძალიან კარგი თანხები გამოიმუშაოთ. გარდა ამისა ჩვენ ძალიან ბევრს მოგზაურობთ, იმიტომ რომ ეს კომპანია წახალისებას აკეთებს არა მხოლოდ ფინანსური დაინტერესებით, არამედ მოგზაურობით, ეხლა ჩვენი გუნდის ნაწილი ბალიზე იმყოფება კუნძულებზე, ასე რომ ბევრი საინტერესო რაღაც გაკეთება შეგვიძლია ერთად. ასევე ისიც საინტერესოა, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე პირველ ნაბიჯებს ვგავთ ამ კომპანიასთან ერთად და აი შეიძლება ითქვას, რომ პირველი მერცხლები ვართ და როდესაც ხარ ერთ-ერთი პირველი, ამას აქვს რა თქმა უნდა ძალიან დიდი სარგებელი.
ასე რომ ყველას წარმატებები, მადლობა დღევანდელი საღამოსთვის. ვიცი რომ ბევრი რამე ხა გაურკვეველია, ფასებით გაინტერესებთ, როდის დავიწყო, რანაირად დავიწყო, დეპოზიტი რამ ხელაა საჭირო, ხო? რჩევას გეტყვით ასევე აქედანვე რომ თუ თქვენ ფინანსურად ვერ ხართ მყარად და იმედი გააქვთ რომ ეხლა მე ტრეიდინგს დავიწყებ და შემდეგ აი ტრეიდინგით ვიცხოვრებ, ესე არ იქნება, ამას ნუ გააკეთებთ. ეს მიმართულება უფრო ეფექტურად მუშაობს მათთვის, ვისაც აქვს თავისი რაღაცა შემოსავალი, რაღაცა ხელფასი და უნდა რომ დამატებით, ანუ მთლიანად ტრეიდინგზე არ იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ აქ უკვე ფსიქოლოგია მუშაობს და თქვენი ფსიქიკა, თქვენი ფსიქოლოგია თუ თავისუფალი იქნება და არ იქნება დაძაბული, რომ მე ახლა აი აქედან თუ ფული არ გავაკეთე რა მეშველება, თუ თავისუფალი იქნება, თქვენ იქნებით ძალიან ეფექტურები, მაგრამ თუ იქნებით დამოკიდებული, ხო ეს დამოკიდებულება რაღაცა წყაროზე ქმნის შიშს და ეს შიში ძალიან ბევრ შეცდომას გაშვებინებს. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. სტარტზე რა თქმა უნდა, როცა დაიწყებთ თქვენი მომწვევები, გეტყვიან როგორ უნდა იმოქმედოთ, არის გარკვეული წესები, ამას ყველაფერს აგიხსნით, გასწავლით. პირველ ეტაპზე, პირველი ერთი კვირა, ორი კვირა დემო ვერსიაზე ივარჯიშებთ, რომ კარგად გაიწაფოთ ხელი, თვალი, ყური და შემდეგ გადახვალთ რეალურ ანგარიშზე და ყველას დიდ მოგებებს გისურვებთ, აბა, კაი საღამო და ნახვამდის.